მოგესალმებით, ჩვენი გადაცემა ეთერშია წამოსანახავად და პირდაპირ შემოვარდით ბატონ კახა ვაჭარაძის ცნობილი პულმონოლოგის, ყველა რეგალიას რა ჩაატევს ბატონო კახა ამ ინტერვიუში, მაგრამ ყველა იცნობს ბატონ კახას მის კაბინეტში შემოვარდით და მე მახსენდება ასეთი შემთხვევა. რამდენჯერაც სხვადასხვა ფორმატის გადაცემაში შევხვდით ერთმანეთს, ვსაუბრობთ რომ ბატონო კახა სად ვისუნთქოთ, რა ვისუნთქოთ, სუფთა ჰაერი, ეს სიგარეტი მავნეა, ეს ვეიპები მავნეა, ყველაფერი და დავღალეთ ეს ადამიანი და ერთხელ ასეთი რამ მითხრა რომ ხო შეიძლება ერთხელ კარგ თემაზე ვისაუბროთ, მოგზაურობაზე ვისაუბროთ და აი იქ მივხვდი რომ მას მოგზაურობა უყვარს. მოდი ამ შეკითხვით დავიწყებ ინტერვიუს და დიდი მადლობა სტუმრობისთვის. ძალიან დიდი მადლობა. ყოველთვის ძალიან დიდი სიამოვნებაა თქვენთან ურთიერთობა და საინტერესო თემების გაშუქება, რომელიც ძირითადად ეხება სამედიცინო სფეროს. მაგრამ აი დადგა დრო, როდესაც ალბათ ჩვენ მაყურებელს უნდა ვამცნოთ გაცილებით მძიმე, გაცილებით სტრესული ინფორმაცია და პირიქით მე ვიტყოდი ძალიან სასიამოვნო, იმიტომ რომ მოგზაურობა და ის სასიამოვნო მომენტები, რაც თან ახლავს მოგზაურობას, ალბათ დადებითად მოქმედებს თითოეულ ადამიანზე. მე არ მეგულება მსოფლიოში ადამიანი, რომელსაც არ უყვარდეს საინტერესოსთან გაზიარება, დათვალიერება, ახალი ქვეყნების ნახვა, ახალი კონტინენტების მონახულება და რასაკვირველია, ყოველივე ეს არის დაკავშირებული დადებით ასპექტებთან და სწორედ ეს დადებითი ემოციები მოქმედებს ზუსტად მე როგორც ექიმი შემინასული პასუხისმგებლობით განვაცხადო ჩვენი იმუნიტეტის ამაღლებაზე, რაც ასე იგი მართლა მუშაობს ხო ეს ემოციური და განწყობის გადახალისება, რაც მოგზაურობას მოაქვს გვაჯამრთელებს. რეალურად ესეა, იმიტომ რომ მთელი რიგი კვლევებია ჩატარებული, როდესაც პაციენტი მე ისევ დაუბრუნდები სამედიცინო სფეროს როგორც ექიმი, როდესაც პაციენტის საწოლთან არის დადებითი აურა, მას გვერდში უდგანან ახლობლები, სამედიცინო პერსონალი, ოჯახის წევრები და მის გარშემო არის თბილი სასიამოვნო აურა, ეს პაციენტები გაცილებით მალე გამოჯამრთელდებიან. ეს დადგენილია. შესაბამისად, როდესაც ჩვენ გვაქვს იმის საშუალება, რომ ოჯახის წევრებთან, მეგობრებთან, ახლობლებთან ვიმოგზაუროთ ბევრ საინტერესო ქვეყანაში, რასაკვირველია, ეს კიდევ უფრო მაღლაწევს ჩვენ იმუნურ სისტემას, რაც პირდაპირ პროპორციულად არის დაკავშირებული ჩვენი ჯანმრთელობის გაუმჯობესებასთან. მეტი სანდო და არგუმენტირებული პასუხი რაღა უნდა იყოს თქვენგანაც მოვისმინეთ. ეხლა თქვენ შემთხვევაში პირადად მოგზაურობა უფრო მეტად გიწევთ სამსახურებრივად, აი ამ პროფესიის დახმარებით, თუ ახერხებთ იმასაც, რომ მხოლოდ საკუთარი თავისთვის იქ იმოგზაუროთ, სადაც თქვენ გინდათ და სადაც კონფერენცია არ არის ჩანიშნული. ძალიან საინტერესო კითხვაა მარიკა, რასაკვირველია და თუ პროცენტულად გადავხედავთ, აღმოჩნდება რომ 80-90% ძირითადად ჩემი მოგზაურობის პროცენტული მაჩვენებელი უკავია სამეცნიერო კონფერენციებს. ეს იქნება კონგრესები, სამეცნიერო კონფერენციები, შეხვედრები, ვორქშოპები და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. თუმცა რასაკვირველია ყოველ ამ საინტერესო შეხვედრებს, პრაქტიკულ რეკომენდაციებს, უდიდეს კონგრესებს თან ახლავს დადებითი ფაქტორით, იმიტომ რომ ჩვენ ვეცნობით იმ ქვეყნის ისტორიას, იმ ქვეყნის ლანდშაფტს, იმ ქვეყნის ტრადიციებს და იმ ხალხს, რომელ ქვეყანაშიც ჩვენ ხვდებით. სოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაში მყავს დიდი სამეგობრო წრე, ძირითადად მაინც პროფესიიდან გამომდინარე ესენი არიან ექიმები. და მინდა აღვნიშნო, რომ ხშირად ვახერხებ იმას, რომ საქართველოშიც მოვიწვიო ეს ჩვენი კოლეგები, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის საერთაშორისო კონფერენციები, რომლებიც ჩვენ ქვეყანაში ტარდება და აი აქ მაქვს ზუსტად იმის საშუალება, რომ ჩვენი მეგობრები მრავალი ქვეყნიდან, ნებისმიერი კონტინენტიდან მოვიწვიოთ საქართველოში, კიდევ უფრო გავაცნოთ ჩვენი ქვეყნის ისტორიას სიღრმისეულად, ვანახოთ თუ როგორი თბილი, განათლებული, ნიჭიერი ხალხი ცხოვრობს ამ ულამაზეს ქვეყანაში და რასაკვირველია, ეს თვითონ წარმოადგენს ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს, რასაც მე ხშირად ვიმეორებ ჩემ კოლეგებთან, რომ ისინი არიან კეთილნების ელჩები, რომლებიც საქართველოსთან როდესაც უკან ბრუნდებიან, უყვებიან თავის ქვეყნის მოსახლეობას, თუ რაოდენ მომხიბლავი ქვეყანაა საქართველო და როგორ საინტერესოა. მე ამ ინფორმაციას ხო? რასაკვირველია პოპულარიზაციის ერთ-ერთი საკითხია, რაც შეეხება დარჩენილ 10-15%-ს, ეს ალბათ არის გამოყოფილი ის დრო, როდესაც ჩვენ შვებულებების დროს საყვარელ ადამიანებთან ხდება, საერთოდ ის თქვენ შებულება გქონდეთ? საბედნიეროდ ხდება. ძალიან მცირე დროა გამოყოფილი, მაგრამ საბედნიეროდ ხდება. და ისეთ სასიამოვნო ადამიანებთან ურთიერთობა, როგორც თქვენ ბრძანდებით, თქვენი ბევრი კოლეგა, რომელთანაც მე ხშირად მაქვს შეხება და ჩემი კოლეგები, თანამშრომლები, ვახერხებთ, რომ
ხშირად მოვინახულოთ ის საინტერესო ქვეყნები, რომლებიც ჩვენთვის წარმოადგენენ დიდ ინტერესს და რასაკვირველია ვცდილობთ ყოველივე კარგი, რასაც ჩვენ ხედავთ ამ ქვეყანაში, ჩამოვიტანოთ ჩვენ ქვეყანაში, დავნერგოთ, რაც საუკეთესო გვაქვს, რასაკვირველია იმ ბაზისზე ავაშენოთ ის ყოველივე საუკეთესო. აი ის პრობლემები, რაც თქვენს ირგვლივ ამ პაციენტებთან გროვდება, ხო? არასწორი ცხოვრების წესი, მოწევა, მავნეჩვეები. აი თქვენი დაკვირვებით, ყველაზე სწორი კულტურა რომელ ადამიანებში იგზენით, რომელი ქვეყნის ადამიანებში? და რა კონტინენტია ეს არის ევროპა, აზია, ამერიკა, თუ აი ყველაზე მაქსიმალურად ახლოს სწორ წესებთან საცხოვრებენ. სანამ ამ კითხვაზე პასუხს გაგცემდით, მინდა ხაზი გაუსვა, რომ უდიდესი მნიშვნელობა აქვს, როდესაც ჩვენ მოგზაურობთ სხვადასხვა ქვეყანაში, ეს როგორც ექიმი და პროფესიონალი ვაცხადებს სრული პასუხისგებლობით. ეს არის ის თუ როგორ ვიცავ ჩვენ მოგზაურობის დროს უსაფრთხოების წესებს, ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. გარდა იმისა, თუ რომელ ქვეყნებში მოგზაურობთ, ჩვენ ვნახულობთ საინტერესო ადამიანებს, არქიტექტურას, ბუნებას, ისტორიულ ძეგლებს, უნდა გვახსოვდეს, რომ ამ შემთხვევაში ჩვენ შეხება გვაქვს აგრეთვე მრავალ ინფექციასთან, რომელიც სპეციფიური ამ ქვეყნებისთვის. და სწორედ ასეა, როცა ჩვენ რომელიმე კონტინგენტზე მივდივართ, იმ კონტინგენტზე არის სხვადასხვა საშიშროება, სხვადასხვა ინფექციური დაავადებისა და ხაზი უნდა გაუსვა, რომ ყველა ქმედებას ახასიათებს უკუქმედებას, ანუ სასიამოვნო მოვლენებსაც უკავშირდება იყოს ის ინფექციები, რომელმაც შეიძლება ჩვენ ჯანმრთელობას ზიანი მიაყენოს, ამიტომაც საჭიროა ამ ქვეყნებში გამგზავრების წინ გავითვალისწინოთ ეპიდემიოლოგებისა და ექიმების რეკომენდაცია და გავიკეთოთ ის ვაქცინაცია, რომელიც საჭიროა. იმიტომ რომ არის რისკი, რომ რაღაცა ისეთი შევხვდეს, რაც ჩვენი გარემოსთვის და ჩვენი საზოგადოებისთვის სრულიად უცხოა და ვერც კი მივხვდეთ რა დაგვემართა და მე უკვე გართულდეს. რასაკვირველია. და რომ გადავიდე თქვენ კითხვაზე, რო არ დავტოვო უპასუხოთ, ძალიან ბევრ ქვეყანაში ვცდილობ, რომ ვნახო ყოველივე საუკეთესო რაც არის. ფიქრობ უარყოფითი უკან გადავდოთ, იმიტომ რომ ჩვენ მოგზაურობას რასაკვირველია თან უღლდა ახდეს ის სასიამოვნო გარემო, რისთვისაც ჩვენ მივგზავრებით ამ ქვეყანაში, ალბათ დამერწმუნებით, ხო? თუ ჩვენ ვიცით, რომ წინასწარ ეს იქნება სტრესული გარემო, ეს იქნება არაკომფორტული, რასაკვირველია ჩვენ არ გავიმგზავრებით ამ ქვეყანაში. საერთოდ რა გვინდა იქ? დიახ და აი, როდესაც აი მეგობრებთან ერთთან, ოჯახის წევრებთან განსაკუთრებით დიდი სიამოვნება, როცა ახერხებ და ერთად ვიკრიბებით, მოგეხსენებათ, მე ექიმების ოჯახია ჩვენი და ხშირად ვერ ვახერხებთ ერთად შეკრებას და როდესაც ოჯახის წევრებთან, ოჯახის ახლობლებთან, მეგობრებთან ერთად მოგზაურობთ, ეს არის უდიდესი ბედნიერება, ეს არის სასიამოვნო სასარგებლოსთან ერთად. და ამ შემთხვევაში ჩვენ ვიმუხტებით დადებითი ემოციებით და თითქმის ყველა ქვეყანაში ვცდილობ აღმოვაჩინო ძალიან საინტერესო რამ. ეს იქნება ვთქვათ ეგზოტიკა თითოეულ ქვეყანაში, განსაკუთრებით აზიის ქვეყნებში, ის წესიერება, ის სილამაზე, რაც ევროპის ქვეყნებს ახასიათებს, ის მოწესრიგებულობა, მაგალითად, რაც ჩვენ იაპონიაში გვხვდება და იაპონელები ერთ-ერთი გამორჩეულები არიან ამით. ევროპაში, როგორც სტატისტიკურად არის, ყველაზე მეტად მაინც გერმანელები არიან ამ მხრივ გამორჩეული და რატომაც არა ქართველები, რომელიც ჩვენ ისტორიული ქვეყანა ვართ. ჩვენაირი ისტორია, ჩვენც კი არა, ჩვენ გვაქვს ზუსტად, ჩვენ მარიკა, ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი ისტორია, ძალიან დიდი კულტურა და მარტო ის რად ღირს, რომ ჯერ კიდე როცა ევროპისა და სხვა ქვეყნებში ხალხი ცხოვრობდა ესეთ ყოფილი საკმაოდ პრიმიტიული წესებით და ცხოვრების წესით, მაშინ საქართველოში ჩვენ პარლამენტი ჰქონდა და ამ პარლამენტში იყვნენ ქალბატონები. ჩვენ ყავდა ერთ-ერთი პირველი მეფე თამარ მეფე, ხო? ქალი მეფე, ამასაც დიდი თან დედოფალი რო არ ქვია და მეფე როა. დიახ, ესეთი უშვენიერესი გარემო და ჯერ მარტო ის რას ნიშნავს, რომ მე მინდა საზოგადოება მიცოდეს, რომ როდესაც იწერება ისტორიებში ან საბუთებში წარმომავლობა, ეს ხომ არის, რომ აი აფრიკის ქვეყნებიდან წარმომადგენლები, ხო, აზიის ქვეყნებიდან. აი როცა საუბარია ევროპის ქვეყნებზე და ევროპის წარმომავლობაზე, იქ პირდაპირ იწერება კავკასიელი, ანუ კავკასიელი, კავკასიური რასა, რაც კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ ჩვენი ქვეყანა ისტორიულად წარმოადგენს იმ ისტორიულ სამშობლოს, საიდანაც წარმოიქმნა თეთრი რასა და შემდგომ ევროპის მიწა, ევროპის მიწა, რა ძალიან მნიშვნელოვანია. არ არსებობს თითქმის არც ერთი ქვეყანა, აი რა საინტერესო ფაქტებია, რასაც მე ვაკეთებ, იმიტომ რომ ყველგან ვეძებ, რომ ჩავდივარ ქართულ ფესვებს, სადაც არ უნდა იყოს ეს იქნება ლათინური ამერიკა, აფრიკა, ნუ ევროპაზე ლაპარაკი ხო აღარ არის და ხოლმე ისეთ საინტერესო ფაქტებს ვაწყდებით. ასე შორეულ წერტილებში. ამ შორეულ წერტილებში დიახ და ამის კიდევ ერთხელ მეტყველებს ქართულ ნიჭზე და მის გენიაზე. ამიტომაც მე ამაყი ვარ, როცა ევროპის ქვეყნებზე აღარ არის საუბარი, სადაც ჩადიხარ და
ყველგან აი მცირერიცხოვანი, მაგრამ ძალიან საინტერესო ერის, ასე ვთქვათ, ნაკვალებს ხედავ, იმ კეთილ საქმეებს, რომელიც ქართველებს აქვთ ამა თუ იმ ქვეყანაში ჩადნენ და სიამაყე თუ არა ახსილი, როდესაც ავსტრალიაში, იაპონიაში, აზიის ქვეყნებში, ევროპაში და ამერიკის ქვეყნებში რასაკვირველია, კარგად ცნობენ ქართველებს და ეს იქნება მათი ისტორიული ვთქვათ, მდგომარეობა, ეს იქნება მათი სპორტული მიღწევები, სპორტი უდიდეს როლს თამაშობს რასაკვირველია ჩვენ ასე ვთქვათ, ყოველთვის არის სადღაც ერთი ქართველის საქმე აუცილებლად გამოჩნდება ხოლმე ამათი მკერდზე. დღესაც ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩემი ამერიკელი კოლეგები მეუბნება, როდესაც ქართველი არის ჩვენ შორისო, ის ყრიბავ ჩვენ მის გარშემო ვიკრიბები და ის სიტყვა და სიყვარული ხდება გადაცემა. ასე რომ ჩვენი მშვენიერი სამშობლო, რომელიც ჩვენ გვაქვს, ალბათ კიდევ უფრო გავამშვენიეროთ და ალბათ მე როგორც ექიმი, პრაქტიკოსი და ადამიანი, რომელსაც შეხება მაქვს დღეში რამდენიმე ათეულ პაციენტებთან და აი დღეს თქვენ მოწმეხat იმედების კაბინეტში ასისტენტად დავდექი ბატონთახას კი და და გამომდინარე აქედან ჩვენ უნდა სულდგმულობდეთ და ვამოყვებდეთ არა მარტო ჩვენი წარსულით, არამედ ჩვენი აწყვეტი და რასაკვირველია მომავლით, იმიტომ რომ იზრდება შესანიშნავი ახალგაზრდობა, რომელსაც ჩვენ ფართო გზა უნდა მივცეთ მათი ასპარეზის დღეს და ეს არის ქვეყნის პროგრესი, ჩემო მარიკა, როდესაც ახალგაზრდები არიან ჩვენზე უფრო პროგრესული, განათლებული და უფრო ნოვაციურები. ეს არის ბედნიერება. აი ხა თქვენ ამბობდით, რომ როდესაც აქ ტარდება საქართველოში რაიმე სახის ღონისძიება, უცხოელ სტუმრებს რომ ეპატიჟებით, მასპინძელი ხართ და მაქსიმალურად ცდილობთ, რომ საქართველო იყოს საუკეთესო მხარით წარმოდგენილი. იგივენაირად ცდილობს სხვა ქვეყანა, როდესაც თქვენ მიდიხართ, ხო? თითოეული ისეთი მასშტაბური ღონისძიებას, რასაც თქვენ ესწრებით ხოლმე, ხო? იქნება ეს თემატური კონფერენცია თუ სხვა, მათთვის არის ნამდვილად ესე თავის წარმოჩენის, ქვეყნის წარმოჩენის საშუალება. რა გახსენდებათ ყველაზე ორიგინალური, ეგზოტიკური და საინტერესო მასპინძლობა? რომელი ქვეყნები არიან დაწინაურებული თქვენს რეიტინგში ამ მიმართულებით? სადაც თუ გიხარიათ ჩასვლა და ძნელია გამოყოთ ეს, მაგრამ რასაკვირველია, მაინც ეს არის ევროპის ქვეყნები, იმიტომ რომ ჩვენთან მაინც ტრადიციულად ჩვენ ევროპას მიეკუთვნები და ძალიან საინტერესოა, როცა მოგზაურობ ევროპის ქვეყნებში, რასაკვირველია, გამორჩეული ჩვენ მაინც სამხრეთელები ვარ და არ შემიძლია არ აღვნიშნო იტალია, ესპანეთი, პორტუგალია, ალბათ ჩემთვის ეს ალბათ სამხრეთელი ვარ და მეტი სითბოს ადარიცის. თუმცა რასაკვირველია, სკანდინავიურ ქვეყნებს ცალკე ხიბლი აქვს, დიდ ბრიტანეთს ძნელია გამოყო, აზიის ქვეყნებს რადიკალურად განსხვავებული, ასე ვთქვათ, ხიბლი აქვს და სილამაზე თქვენი გემოვნება საით უფრო ალბათ სამხრეთის ქვეყნებზე შევაჩერეთ. სამხრეთი ევროპა. სამხრეთი ევროპა. ალბათ იტალია, ესპანეთი, ეს ორი გამორჩეულად, პორტუგალია მასთან ერთად რასაკვირველია. და ძალიან საინტერესოა თავისთავად იაპონია. იაპონია ეს არის ქვეყანა, სადაც ესე იგი გაოცებენ თავისი მოწესრიგებულობით. აი ეს არის, ამიტომაც მე სუეუნები ჩემ ახალგაზრდებს, რომ რაც კარგია მოგზაურობიდან, ის უნდა გადმოვიტანოთ ჩვენ ქვეყანაში და დავნერგოთ, იმიტომ რომ ჯობნი არ არსებობს სოფლიოში, არ ილევა ხომ? აქედან გამომდინარე, ჩვენ ქვეყანაში რაც დადებითი გვაქვს და ეს ძალიან დიდი უპირველეს ყოვლისა, ეს არის ჩვენი ისტორია და ეს არის რაც მედიცინაში ძალიან მნიშვნელოვანია, ეს არის ადამიანებს შორის ურთიერთობა. ეს არის შეუფასებელი რამ დღეს სოფლიოში არის უდიდესი დეფიციტი ურთიერთობებს შორის და საბედნიერო საქართველოში ჩვენ გვაქვს ეს ურთიერთობები, ოჯახური ტრადიცია, მეგობრული, რაზეც ძალიან გაოცებულები არიან და აი იტალია და ესპანეთი ამაში ძალიან მსგავსია ჩვენ, იმიტომ რომ იქაც ჯერჯერობით ოჯახი ირგვლივ სადილი მაგიდის ირგვლივ ეს შეკრებები ძალიან აქტუალური და მნიშვნელოვანია. ცნობილი იტალიური პირველიდან 4 საათამდე შესვენების დროს ეს ყველგან ცნობილი ფრაზა, როცა ესენი მანჯარეს ეძახიან, ანუ ყვებით შესვენებას, ის ფიესტები, რომელიც მათ აქვს რასაკვირველია, მაგრამ ამის უკან დგას ის დაუღალავი შრომა, როდესაც ეს ხალხები შრომობენ, აკეთებენ წინსვლას თავის ქვეყნისთვის და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ეს არის იმის უკან, რის უკანაც არ ჩანს, მაგრამ ჩანს დაუღალავი შრომა, პროფესიონალიზმი და აი ეს ფასეულობები, რაც ევროპამ გადმოიღო სხვა ქვეყნებიდან. და დღეს თუმცა ჩვენ ვიცით, რომ მედიცინაში ფასდაუდებელი წვლილი მიაუძღვია აზიის ქვეყნებს, ინდოეთს. ხო, ეს ავიცენა, თუმცა ჩვენი კარაბადინიც აუცილებლად მოსახსენებელია, ხომ, აქაც ყაზაფანას კერტელი და ასე შემდეგ. თუმცა ძალიან ბევრი საინტერესო მომენტებია მსოფლიოში მოგზაურობის. მაგრამ კიდევ ერთხელ მარიკა გაწყვეტინე, ბოდიშ და მინდა ხაზი გაუსვა. როდესაც ჩვენ მივდივართ სამოგზაუროდო, დღეს უკვე ეს ჩვენმა ახალგაზრდებმა და უფროსმა თაობაც კარგად დაითავსა. აუცილებლად უნდა ვისწავლოთ იმ ქვეყნის
ის თქვათ ნიუანსები და ის რისკ ფაქტორები, რომელიც ჩვენ შეიძლება იქ დავხვდეს. ეს როგორც უსაფრთხოების თვალსაზრისით, თორემ მშვენიერი ბუნების ნახვა და თქვათ იმ არქიტექტურის რითაც ჩვენ ვიხიბლები და დადებითი ემოციებით ვისვებით, რასაკვირველია ეს უმნიშვნელოვანესი. ხო, მაგრამ თქვათ აფრიკის კონტინენტი, ბრაზილიასაც აქ კიდე ბევრი სპეციფიკური ისეთი თქვათ აცრა იქნება თუ დაავადებებისგან თავის დაზღვევა, ეს მაინც ყოველთვის გასათვალისწინებელია. რასაკვირველია, როდესაც თქვენ მოგზაურობთ საჰარაში, როდესაც თქვენ მოგზაურობთ ამერიკის, სამხრეთ ამერიკის, თქვათ, ამაზონიის ჯუნგლებში, იქ არის სპეციფიური, თქვათ, რისკ ფაქტორები, რომელიც, მაგრამ ეს ყველაფერი არის რეგიონები, სადაც მაგალითად თქვით ისეთი სახიფათო გზებია ტრანსპორტის თვალსაზრისით, რომ გავლა საშიშიც კი არის ხშირად. ასე რომ თუ ჩვენ ყველაფერს გავითავისებთ იმ ჩარჩოების, ის რეალურ ჩარჩოებში, რომლითაც იქით გადასვლაც არ არის რეკომენდირებული ამ შემთხვევაში, ალბათ ყველაფერი კარგად დამთავრდება და ჩვენ დაბრუნდებით ჩვენ ქვეყანაში აღსილი ჩვენი დიდი ტრადიციებით. მოგზაურობა ეს უდიდესი ბედნიერებაა. ეს არის ის ბედნიერება, როცა ადამიანს შეგიძლია, რომ შენ თავს მიუძღვნო ის საჩუქარი, რომელიც შეუფასებელია. მაგალითისთვის მოგიყვანთ ესეთი კვლევა ჩატარდა. მოხუცთა სახლში იყო ჩატარებული ეს ჩატარდა ევროპისა და ამერიკის შეერთებულ შტატებში. და ძალიან კაი სტატისტიკური პროცენტული მაჩვენებლები დაიდო. ესე იგი, ეკითხებოდნენ ღმათ მოხუცებულებს, რომელიც იყვნენ მოხუცებულთა სახლში, ან სახლში ცხოვრობდნენ ღმათ მოხუცებულები იყვნენ და ეკითხებოდნენ, რას ნანობთ თქვენ ცხოვრებაში, რა ის გაკეთება შეგეძლოთ და რა ვერ გააკეთეთ. აი, რაზე განიცდით დიდ სინანულსო. პირველი ეს იყო ადამიანებს შორის ურთიერთობა, რომ ისინი ყველაზე ნაკლებ დროს უთმობდნენ საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობას. ეს ჯერ კიდევ მათი მოხუცებულობის დროს და ახლა კიდევ უფრო გამწოვდა ეს პრობლემა. დიახ. და აი მეორე იყო, რასაც ისინი იძახდნენ, რომ მათ ძალიან უნდათ რომ ემოგზაურათ სხვადასხვა ქვეყნები და ამისთვის დრო არ ჰქონდათ. აი თვითონ ეს კვლევაც კი აჩვენებს, რომ რაოდენ მნიშვნელოვანია, რაოდენ დადებითი ფაქტორია, რაც ქვია მოგზაურობა საყვარელ ადამიანებთან ერთად. აი რატომ არის, როდესაც ორი შეყვარებული როცა შეუღლდებიან ერთმანეთთან, ისინი მიდიან სასიამოვნო გარემოში, ეგრეთ წოდებული თაფლობისთვის გასატარებლად. ბუნებრივია. და თქვა არ მიდიან, თქვა მეორე დღეს სამსახურში. სამსახურში ხო და ეს მოგზაურობა რაღაც ავსებს და აცოცხლებს კიდევ უფრო ემოციებს. მედიცინასა და ქვეყნების კულტურებზე მინდა და მეკითხა. აი უძველესი ცივილიზაციები, საიდანაც იწყება მედიცინის ისტორია, ხო? აი ეს რამდენიმე მთავარი ქვეყანა, რაც ახლა შეგვიძლია ჩამოვთვალოთ ამ მიმართულებით. დღესაც თანამედროვე დროშიც თუ არის წამყვანი მედიცინის კუთხით. აი, რაზე დგას თქვა მედიცინა? ჩინური იქნება, ინდური, თუნდაც მე მგონი ეგვიპტურიც ხო, აი ეს ქვეყნები მედიცინა ისტორიულია. და აქვე ხაზი უნდა გავუსვათ ქართულ მედიცინას, რომელიც ისტორიულად იყო ლიდერთა შორის ამ საოცარ ჩამონათვალში. ძალიან საინტერესოა, მოხდა რასაკვირველია, სოფლიოში ხდება ფასეულობების გადაფასება, ბევრი იმპერიები აღარ არსებობენ უკვე ხომ და მაგრამ რჩება ის კულტურა, რაც მოდის ამ ქვეყნებიდან. ძალიან კარგია თუ ჩვენ და ეს ქვეყნები შეინარჩუნებენ იმ ტრადიციებს, რაც მოდის ამ დიდი ქვეყნებიდან. თუმცა ახალსაც თუ შევძენთ, ეს კიდევ უფრო უკეთესია. მაგრამ აი ბაზა და საფუძველი მაინც ბაზა რასაკვირველია, ეს მოდის მაინც აზიიდან მოდის ეს ისტორიული ქვეყნებიდან, ეს არის ძველი ჩინეთი, ეს არის არაბეთი და შემდეგ უკვე ევროპა იკავებს ლიდერ პოზიციას. დღეს უკვე ძალიან დიდი კონკურენცია ევროპას, ამერიკის შეერთებულ შტატებსა და იაპონიას შორის, აი ძირთად ეს ქვეყნები არის ლიდერ პოზიციებზე. თან უკვე თანამედროვე მექანიზმები და ტექნოლოგიები. თითქმის ყველა ქვეყანა ცდილობს მედიცინის განვითარებას და მე ძალიან ვისურვებდი, რომ ჩვენ ამ ფერხულს არ ჩამორჩეთ, გვერდზე მივყვეთ, იმიტომ რომ დღეს საქართველოში ჩვენი მიღწევები უპირატესად მაინც დაკავშირებულია ჩვენი ერის ნიჭიერებასთან. პირდაპირ ვაცხადებ ამას. იმიტომ რომ რეგიონშიც კი ამიერკავკასიის რეგიონში ქართველები ჯერჯერობით ინარჩუნებენ ლიდერ პოზიციას, მაგრამ რასაკვირველია ჩვენ მუდმივად უნდა განვითარდეთ, ვიშრომოთ, რომ შევინარჩუნოთ ეს მაღალი პოზიციები. და ნახეთ რა არის საინტერესო, მსოფლიოში ტარდება ძალიან ბევრი კონგრესები. აიმიტომაც არის რომ უნდა იყოს წევრი ამ და უნდა იყოს ოჯახის წევრი ამ დიდი სამეგობროსი. რომ იყოს პირდაპირ წვდომა ყველა იმ სიახლეზე რაც ხდება. იზოლაცია და შენ თავში, აი იქ თავდება უკვე განვითარება და პროგრესი.
და აი სულ ახლახან მოგეხსენებათ რესპირაციული მედიცინაში სასუნց სისტემის დაავადებების სკოლის დიდი კონგრესი, ეს არის ევროპის რესპირაციული საზოგადოების კონგრესი. ამჯერად ის ჩატარდა ამსტერდამში. დაახლოებით 25-დან 30,000 დელეგატი მსოფლიოდან იღებს მონაწილეობას და ეს არის ზეიმი მედიცინის, როდესაც ეს ადამიანები ხვდებიან ერთმანეთს, უზიარებ ჩვენ ერთმანეთს ამ გამოცდილებას და მინდა აი ხაზგასმით აღვნიშნოთ თქვენი ტელევიზიის საშუალებით, რომ ისეთ პატარა ქვეყანა რიცხობრივად მოსახლეობის გულისხმობენ, როგორც საქართველოა, ყოველთვის იკავებს ლიდერ პოზიციებს სხვადასხვა ქვეყნებს შორის თავისი მოხსენებებით, პრეზენტაციებით და წარმომადგენლობით და პროფესიონალებით. დიდი მადლობა. დიდი მადლობა. და აი ზუსტად აქ იყო ერთ-ერთი ჩემი გუნდის მიერ წარმოდგენილი ძალიან საინტერესო პრეზენტაცია, ეს არის ინტერვენციული პულმონოლოგია, ეს არის ისე მძიმე დაავადებების პულმონოლოგია, როგორც არის ემფიზემა, კოდი, ინტესტიციული დაავადებები და სწორედ აი ეს დაავადებები არის დღეს მთავარი გლობალური პრობლემა მსოფლიოს მიმართ. მე აღარ ვთვლი უკვე ფილტვის კიბოს და მასთან დაკავშირებულ სხვა დაავადებებს. აქედან გამომდინარე ეს მოგზაურობები თქვენ როგორც ბრძანეთ, არის არა მარტო სასიამოვნო, არამედ სასარგებლო. და მაინც ექიმი რო ხარ, ეცნობი, ვერ წყდები შენ პროფესია, სადაც არ უნდა იყო. ხართ პულსზე გიჭირავთ ხელი მსოფლიოში მიმდინარე სამოგზაურო და ასევე სამედიცინო თემების. სხვათა შორის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ როდესაც ექიმი ხარ, სადაც არ უნდა იყოს, ეს იქნება თვითმფრინავით ფრენა, ეს იქნება მატარებელი, ეს იქნება გემი, თუ სად მოგზაურობა, ყოველთვის როგორც კი რომელიმე მგზავრი ცუდად ხდება და ეს ბუნებრივი პროცესია. იქვე უკვე იწყება ექიმობა და ხშირად ყოფილა ჩვენ მეგობრებთან ერთად, როდესაც თვითმფრინავში, ხმელეთზე, ზღვაზე თუ სხვა გარემოში ჩვენ პირველი დახმარებით გადაგვირჩენია რამდენიმე უცხოელი ტურისტი და ვიძახდით რომ აი აქაც კი ჩვენი პროფესია უკვე თავის დიდ როლს იკავებს, მის გარეშე ჩვენ ცხოვრება წარმოუდგენლად მიგვაჩნია, მაგრამ უდესი ბედნიერებაა ჩვენ მარიკა, როდესაც გძნობ რომ შენ სიკვდილს გამოტაცია ამ ადამიანს. ხო, ექიმობა ეს არ არის სამსახური, ეს არის ეს არის მოწოდება და ცხოვრების წესი და წილი. ძალიან რთულია 20 წუთში ჩაეტიოს თქვენთან საუბარი, მაგრამ ისიც რთულია კარების მიღმა რა ხდება თქვენთან, როგორი რიგი დგას და გადავურჩი ამ დიდ რიგს და პაციენტები გელოდებიან. ამიტომ აქ უნდა შევწყვეტოთ ჩვენ ინტერვიუ და ვთანხმდებით რომ მოგზაურობა არის ჯანმრთელობა. დიდი მადლობა. მე მინდა ახალი წლების წინა პერიოდია და თქვენი გადაცემით მიულოცო სრულიად საქართველოს, მთელ მსოფლიოს პირველ რიგში იმ ადამიანებს, რომელიც ჩვენ ძალიან გვიყვარს, დამდეგი შობა ახალი წელი, ჩემი ოჯახის წევრებს, ნათესავებს და აი აქ თქვენ სადაც ტრიალებთ, მინდა თქვენი სახელით მადლობა გადაუხადო ყველა ჩემ თანამშრომელს, რომელიც ჩვენთან ეს იქნებიან ექიმები, ექთნები, სანიტრები, ლაბორანტები, ის სფეროს მუშაკები, რომლებიც მედიცინას ემსახურებიან, ტექნიკური სამსახურის, იმიტომ რომ იცი ნამდვილად გმირები არიან. გმირები, იმიტომ რომ დღეს ჯანმრთელობა არის შეუფასებელი და მინდა რომ ბედნიერი შობა ახალი წელი უსურო და სიკეთის დღეგრძელობით წინსვლის და ქვეყნის გაბრწყინების წელი ყოფილა. უღრმესი მადლობა. და სასიამოვნო მოგზაურობა. აზბარა, გილოცავთ, ბევრი მოგზაურობა, ბევრი ჯანმრთელობა თქვენს ირგვლივ და თქვენი გუნდის წარმატებული მუშაობა. მადლობა ინტერვიუსთვის. მადლობა თქვენ ისეთ სასიამოვნო გარემოში. დაასრულა დღეს ჩვენი ინტერვიუ ბატონ კახავაჭარაძესთან ერთად ერთ კვირაში, რა თქმა უნდა, შევხვდებით უკვე ახალი სტუმრით და ახალი სამოგზაურო მარშრუტით. მადლობა ყურადღებისთვის, ნახვამდის.